სამეგრელოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ციხე-სიმაგრე, ჰექტარზე გაშლილი საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომლის წარსულის ათვლა მე-17 საუკუნიდან იწყება, დაზიანების მიუხედავად დღემდე ინარჩუნებს ისტორიულ მნიშვნელობას. მდინარე ენგურის მარცხენა ნაპირას გაშენებული რუხის ციხე, რომელსაც მეგრელები ჯიხას უწოდებენ, 1640-იან წლებში ლევან მეორე დადიანს აუშენებია. ციხის აგების მთავარი მიზანი თავდაცვა იყო სამეგრელოს უკიდურეს სოფელში, აფხაზეთიდან შემოსული ოსმალების მოსაგერიებლად. სწორედ ადგილობრივი კარიერებიდან მოპოვებული, რიყის ქვებით ნაშენმა მყარმა კონსტრუქციამ საუკუნეების განმავლობაში შეძლო იმ იერსახის შენარჩუნება, რომელიც დღეს მნახველს შეუცვლელ შთაბეჭდილებას უქმნის.